მოგესალმებით მაესტროს დილის ეთერში და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გუშინდელი შოუ ბიზნესური ამბები. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულმა დიზაინერმა ავთანდილ თქვიტინიძე მოსკოვში Fashion Week-ზე დიდი ფურორი მოახდინა. შარშემთელი წარმატების შემდეგ მის 2005 წლის კოლექციას ყველა დიდი ინტერესით ელოდა. დიზაინერი ავთანდილ თქვიტინიძე გუში რუსეთის მოდის კვირეულიდან დაბრუნდა. ამავე კვირეულზე მან უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა და ახალი კოლექცია სახელწოდებით ღამის თბილისის ქუჩები წარმოადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო თქვიტინიძის კოლექცია, რომელიც ტრადიციულად მარკით ავთანდილი იყო წარმოდგენილი, დასავლურმა მედიამ და კვირეული სტუმრება კარგად მიიღეს და დადებითი შეფასებებით გამოეხმაურნენ. მოკლედ რუსეთში გაგზავნილ ქართულ დესანტს წელს ერთი წევრი აღმოაჩნდა, ავთანდილ თქვიტინიძე. წელს არ ვაპირებდი საერთოდ რუსეთის კვირეულზე მონაწილეობის მიღებას, იმიტომ რომ მქონდა უფრო მაქვს გრანდიოზული გეგმები, რომელიც არ შეეხება არც საქართველოს და არც რუსეთს, მაგრამ იყო არაჩვეულებრივი წინადადება. ეს წინადადება იყო ბოლო დღე ჩვენების და აბსოლუტურად საქმის ყურში ჩამაყენეს თუ რადონის პოდიუმი და შიდა მომენტი ჰქონდათ გაკეთებული, იმიტომ რომ იყო აბსოლუტურად ყველას ეგონა რომ მილანის კვირეულზე იყო, თავიდან ბოლომდე ევროპულ დონეზე იყო გაკეთებული შავი პოდიუმი და შიგნით მთლიანად, აი როგორც გუჩის აქვს ხოლმე ჩვენებებზე. აი ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ამიხსნეს როგორ იქნებოდა, პლუს ერთადერთი ქართველი ვიყავი მთელს კვირეულებზე აბსოლუტურად და არაჩვეულებრივი პირობები შემომთავაზეს, რომ მიმეღო მონაწილეობა. როგორც კი ჩავედი, უკვე მივხვდი რომ არ შევცდი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ დამხვდნენ სათანადო დონეზე, იყო მაქსიმალური ყურადღება, 68 წამყვანი ჟურნალის რედაქტორი ესწრებოდა ჩვენებას, რომელიც ალბათ არ მომხდარა არასდროს, თვითონ RTV-ს დირექტორი შუმსკი იყო ყველაფრით ამით გაკვირვებული და აღფრთოვანებული და ჩვენ გვეგონა რომ იყო 500 ადგილი. ანუ დამსწრე საზოგადოებისთვის აღმოჩნდა რომ იყო 1500 ადგილი და დაახლოებით 2000 ადამიანი მოვიდა. ჩვენებამ გაამართლა. რაც ყველაზე მთავარი იყო და მნიშვნელოვანი, წავიღეთ უკანა შიტი. გავაკეთეთ თხელი შიფონის საფარები, შეიძლება ესე ვთქვას, დავიქირავეთ დიდი ჰაერის გამტუბელ, არ ვიცი რა ქვია მას. და ნუ მოკლედ ასეთ ჰაერი შევქმნით, საიდანაც გამოდიოდნენ გოგოები, თმებს უშლიდნენ და ასე შემდეგ. Avtandil, Gruzia. ამიერიდან ქართული პოპულარული სიმღერების საეთერო სივრცეში მოხვედრას ახლად შექმნილი ორგანიზაცია გააკონტროლებს. ეს არის ქართული სიმღერის ავტორთა და კომპოზიტორთა გაერთიანება, რომელიც დაადგენს თუ რამდენად კანონიერად ვრცელდება ესა თუ ის სიმღერა ეთერში. საქართველოს პოპულარული სიმღერების გაერთიანება იმ კომპოზიტორებისა და სიმღერების ავტორებისგან შედგება, რომლებიც ამიერიდან საკუთარი საავტორო უფლებების დაცვას ზემოთ ხსენებულ გაერთიანებას ანდობენ. მისი ხელმძღვანელი კომპოზიტორი გია მაჭარაშვილია და მის ხელში უკვე 58 მუსიკალური ხელოვანის ბედია, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უკვე დროა საქართველოში დასავლურ მოდელზე გადავიდნენ და მათი შემოქმედება შემოსავლიანი გახდეს. მოკლედ ამიერიდან ყველა დაწესებულება, რომელთა სივრცეში ზემოთ ხსენებული 58 ავტორის ნამუშევარი აღღერდება, ვალდებულია გარკვეული თანხა გადაუხადოს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საქმე სასამართლომდეც კი მივიდეს. როგორც ირკვევა, სიაში მოხსენიებულ ავტორთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოში ეს არის პირველი და რეალური მცდელობა შემსრულებელ მომხმარებელს შორის ცივილიზებული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. მოიშალა ეს სისტემა და ჩვენმა პარლამენტმა, საქართველოს პარლამენტმა ამაშიც 4 თვის წინ გავერკვიე, მაგრამ არ ვიცოდი, გამოიტანა დადგენილება და კანონი, რომ 99 წლის 22 ივნისს ბატონი ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერით, აგერ მე მაქვს ეს ერთ-ერთი წიგნი გახლავთ,
რომელშიც მოთხრობილია ამის შესახებ, ამ კანონების შესახებ და რატომ და როგორ უნდა იქნას დაცული ავტორების უფლებები. აი წელს უკვე მე და ასევე აი ეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტექსტის ავტორებიც არიან და ეს ელემენტარული ჩამონათვალია ჩვენი ქართველი ავტორების, ტექსტის ავტორების და სიმღერების ავტორების, გამიგეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ის რეალური ჰონორარები და ის რაოდენობა, რაც თვითონ ჩვენთაგანს უნდა მიეღო ამ 5 წლის განმავლობაში, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. რა თქმა უნდა, ისე როგორც შეფასდებოდა ჩვენი ნაშრომი, ხო, მაგრამ ესეც იყო ზღვაში წვეთი. შემოსავალი როცა გავს, აი შენი შემოქმედებიდან, უფრო ცდილობ, რომ რაღაც ისეთი გააკეთო, რომ ხალხმა იმღეროს და უფრო ნორმალური შემოქმედება გქონდეს, რა, არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ რაღაც კომერციულიც შეიძლება, მაგრამ უფრო იფიქრებ შემოქმედებაზე რა. ჩვენთან დღესდღეობით, ანუ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იმის გამო რომ არ კმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნები, აი ზემოთ ნახსენებს საზოგადოებაში, გამოვეყავით, წამოვედით, დავწერეთ ოფიციალურად განცხადებები, დაზღვეული წერილების სახით გავაგზავნეთ ეს განცხადებები და დავიწყეთ ჩამოყალიბება თავიდან. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა საქმე რომელიც არასოდეს გიკეთებია, შენ იწყებ თავიდან ამის კეთებას, იმიტომ რომ ვისაც ეს ევალებოდა და ვისაც უნდა შეესრულებინა ეს ყველაფერი, იმ ადამიანებმა და იმ ორგანიზაციამ გაიძულა, რომ შენი თავისთვის შენ თვითონ მიგეხედა. გალერეა TMS-ში ბრიტანეთის საელჩოსა და British Petroleum-ის ორგანიზებით გაიხსნა ფოტოგამოფენა სახელწოდებით კავკასია მსგავსი სახეები, რომელშიც 2 ქართველი, 2 სომეხი და 2 აზერბაიჯანელი ფოტოგრაფი მონაწილეობს. რამდენიმე წლის წინ ბრიტანელი ფოტოგრაფი ენდოჰერთი სომხეთსა და აზერბაიჯანს ესტუმრა და გაკვირვებული დარჩა ადგილობრივი ხალხის ხასიათით. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ბრიტანეთის საბჭოს ოფისებში შეიქმნა აზრი, რომ ფოტოგამოფენა იქნებოდა მძლავრი საშუალება გვეჩვენებინა ადამიანებისთვის ამ სამ ქვეყანას შორის მსგავსება და არა განსხვავება. 2003 წელს გამოფენა სახელწოდებით სამხრეთ კავკასია მსგავსი ხასიათები ნაჩვენები იქნა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. თბილისში გამოფენის გახსნაზე ფოტოსურათებს არ ჰქონდა დასახელებები, რის გამოც დამთვალიერებლებს შორის ხშირად გაიგონებდით, ეს ფოტოები თბილისში უნდა იყოს გადაღებული. ამ შემთხვევამ ორგანიზატორებს მისცა საშუალება ჩამოეყვანათ ბრიტანელი ფოტოგრაფი ენდოჰერთი საქართველოში და ტრილოგიის დასასრულებლად სომხეთსა და აზერბაიჯანში გადაღებული ფოტოებისთვის მას დაემატებინა ქართული ფოტოებიც. გამოფენა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აი სოციალური თემატიკა სამი სხვადასხვა ხალხის მიერ დანახული და მე რო აღმოჩნდება რომ ყველაფერი მაინც ერთნაირად ტკივა ყველას ერთნაირად ისა ეს ძალიან საინტერესო ролена. Я получила огромное удовольствие, участвуя в этом проекте, потому что я себя выразила как профессиональный фотограф. Я сделала очень хорошие фотографии, я удовлетворила себя как профессионала. Мне это очень льстит и импонирует. Культура гავს ერთმანეთს მეტნაკლებად და ამიტომაც ძალიან საინტერესო იყო ეს ჩვენი თვალით დანახული და ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი მეგობრების თვალით დანახული საქართველო. თბილისში შეიკრიბა 6 ახალგაზრდა ფოტოგრაფი 2-2 სამივე ქვეყნიდან, რათა შეეგროვებინათ მასალა გამოფენისთვის, როგორ ვიცხოვროთ ერთად. ჯგუფი მუშაობდა თბილისში, მარნეულსა და სამხრეთ ოსეთში. გამოფენაზე წარმოდგენილია ლიზა ოსეფაიშვილის, ირა კურმაევას, სიტარა იბრაჰიმოვას, დავით ჰაკობიანის, ვაჰე გევორქიანისა და რაფაელ შაკიროვის ნამუშევრები. გამოფენის დროს გაიმართა მცირე წერითი კონკურსი. გამარჯვებულებმა საჩუქრად მიიღეს გამოფენილი ფოტონამუშევრები.